გამარჯობათ. ღვთაებრივი ბუნება არ მიმღებია ცოდვისა. ცოდვამ შეიძლება დააზიანოს ანგელოზები, ადამიანები, ბუნება, ზოგადად ნაკეთობები, მაგრამ ღმერთს ვერ ეხება. ღვთის საწინააღმდეგო მოძრაობა კი უკან უბრუნდება და კლავს. ერთი შეხედვით ადამიანური სისუსტეები, დალევა, მოწევა, მრუშობა, ეშმაკისაგან შთაგონებული აზრების ტარება სულში, როგორც ჭეშმარიტება, ეს აღიქმება ხოლმე როგორც რაღაც მსუბუქი ხუმრობები. მაგრამ სინამდვილეში ეს არის ღვთის საწინააღმდეგო მოძრაობა. აჯანყება იმის წინააღმდეგ, ვინც თვითონ ერთი უსასრულოდ აღემატება ყველას და ყველაფერს. ცოდვა სწორედ იმით არის საშინელი, რომ ღმერთს უპირისპირდება. ღმერთს ვერ აზიანებს და ნაკეთობა თავის თავში ინგრევა, როგორც კლდეზე შეჯახებული რაღაც ჟანგიანი მანქანა. ადამიანი თავს იმშვიდებს ხოლმე, რა ვარ მე სამყაროშიო. ცოცხალი არავის ვახსო ვარ, მკვდარი ვის გავახსენდები, ვიცხოვრებო ჩემს გემოზე. ეს არის ხოლმე საბედისწერო შეცდომა. მარადიული სიკეთის საწინააღმდეგო მოძრაობა, მარადილ სასჯელს ითხოვს. ამაშია სუბუქი ყოფაქცევის ქმნილებების ტრაგედია, რომ აზროვნება არ ყოფნით, მიხვდნენ, ვისთან აქვთ საქმე და რითი შეიძლება დამთავრდეს მასთან დაპირისპირება. ღმერთმა რომ ბოროტება სწაუყრუოს, ეს ნიშნავს, რომ ეშმაკს ეგუება. რადგან ცოდვები, ბოროტება, ეს არის ეშმაკის გამოგონება, მისი შემოქმედება. და თუ ეგუება, ესე იგი რაღაცა საერთო აქვს მასთან და ეს არასოდეს არ მოხდება. თითოეულმა ჩვენთაგანმა როგორღაც უნდა გავიაზროთ, ჩვენ თავს დავაჯეროთ, რომ ცოდვილი ცხოვრება ეს არ არის სათამაშო თემა და ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ განვიკურნოთ. თან მალე. ღმერთმა გაგახაროთ.